მე-14 კატალოგი ასევე დახუნძლული იყო დადასტურებული სტატუსებით, მიუხედავად იმისა, რომ იყო ორკვირიანი და ძალიან სასიხარულოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქონდა ძალიან მცირე დრო, ასე ვთქვათ, მიუხედავად ამისა, ყველა ფაქტიურად ვიმუშავეთ 24 საათიან რეჟიმში, ზოგს 24 საათიც აღარ ყოფნიდა იმისთვის, რომ მოესწრო ეს ყველაფერი, მაგრამ მოვასწარეთ, გავაკეთეთ და საქართველოში დადასტურდა პირველი ელიტა. ჩვენ ყავს პირველი ელიტარული დირექტორები, ეს გახლავთ ქალბატონი ჟუჟუნა ზოიძე და თამას ძნელაძე. ძალიან მიხარია იმიტომ, რომ თითქმის ყველა ქვეყანას ყავდა წარმომადგენელი ელიტურ გუნდში საქართველოს გარდა და ჩვენც ყავს ესეთი წარმომადგენელი ელიტური გუნდი, ეს არიან ელიტარული დირექტორებიდან ზევით, ლიდერები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც გარკვეულ მონაწილეობას ღებულობენ გადაწყვეტილების მიღებაში, კომპანიის გარკვეულ სტრატეგიებში და ასე შემდეგ. ვულოცავ ქალბატონ ჟუჟუნას და მის მეუღლეს თამას ძნელაძეს სტატუსის დადასტურებას. ორმაგად მისალოცია, რადგანაც სტატუსი დადასტურდა სწორედ ორკვირიან კატალოგში და მინდა გითხრათ, რომ ფაქტიურად 10 დღეში, იმიტომ რომ კატალოგის ბოლო ხუთშაბათს თუ პარასკევს უკვე სტატუსი დახურული იყო. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამაზე არ გაჩერდებით, ქალბატონო ჟუჟუნა თქვენ და თქვენი მეუღლე და უკვე მომდე სიხარულით მინდა მოგილოცოთ თქვენს გუნდთან ერთად, თქვენს დირექტორებთან, აქტიურ კონსულტანტებთან ერთად ეს მიღწევა. წინსვლა ძალიანად საქართველოში, ძალიან ბევრი ელიტარული დირექტორები, ძალიან ბევრი მაღალი სტატუსები და ამისთვის მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად ყავს ძალიან ბევრი ლიდერი კომპანიაში, რომელიც ამას თუ ცოტა კიდევ უფრო მოინდომებს, აუცილებლად გააკეთებენ. მას ასე პირველი ელიტა დადასტურდა საქართველოში, რა თქმა უნდა, როდესაც გვექნება შესაძლებლობა, რომ ჩავატაროთ ჩვენი ყოველწლიური ღონისძიება, აუცილებლად დავაჯილდოვებთ პირველ ელიტას მათი სტატუსის შესაბამისად, ისევე როგორც დანარჩენ სტატუსებსაც, რა თქმა უნდა, მაგრამ მანამდე აი ესე ონლაინ უნდა მოგილოცოთ. მას ასე ვულოცავთ, მე ვფიქრობ, ბევრი ყველა მიერთდებით ამ მოლოცვაში